მოგესალმები ინგა, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მინდა დაუფიქსირო ბატონ ბადრის და ბატონ მამუკას სოლიდარობა და ყველა იმ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც დღეს ივანიშვილის შიშლეგის გამო იმყოფება საპატიმროში, როგორც ჩანს, რაღაცა სპორტულ რეჟიმში არიან გადასულები და აღარ აპირებენ ამ რაღაც ადამიანებზე გაჩერებას. დღეს ფაქტობრივად ყველა ციხეში ხელახლა გავიგეთ ეს ფრაზა ძალიან დიდი წლის შემდგომ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად დააანონსა ახალი რეპრესიების ტალღა, ყველა ციხეში ნიშნავს კიდე ახალ პოლიტიკურ პატიმრებს, კიდე ახალ დაჭერებს. ეხლა თქვენ ახსენეთ კომისია, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის წულუკუნიას კომისია, ეს არის თეა ჩოჩიევის, პირდაპირ გეუბნებით, თეა ჩოჩიევის კომისია არის და არის ეს ადამიანი არის აი ბორის ჩოჩიევის სულიერი მემკვიდრე, გამაგრძელებელი, როდესაც მან გადაწყვიტა ადამიანი დააკაოს, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორია შეინარჩუნა. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული და სიგიჟე, რასაც ეხა ხელისუფლება აკეთებს. გიორგი გახარიას ედავებიან, რატო არ მიეცი იმას ოკუპირებულ ტერიტორიებს კიდე რატო არ მიუერთე ჩორჩანა და ის 27 პუნქტი, რაზეც ერთ-ერთი კამპანიის დროს საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ბჭყალებში დადიოდა და ამბობდა, რომ გუდაურომდე ჩვენიაო ძველი რუქებითო. და დღეს აი ეს ჩოჩიევის მემკვიდრეები, მინდა რომ თუ შეგიძლიათ რომ გამოიტანოთ ამ ადამიანის სახე, გაახსენოთ საზოგადოებას, ვიზე ვსაუბრობ. არის კადრი აი ეს არის ჩვეულებრივი თეა ჩოჩიევი, რომელიც დღეს აკეთებს ყველაზე არაქართულ საქმეს, ვისაც კი უკეთებია. აი პირდაპირ მნიშვნელობით მცხვენია საერთოდ ამ ადამიანს რო ვიცნობ, ადამიანი რომელიც დღეს აკეთებს ოკუპანტის საქმეს. რატომ აკეთებს, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ სუსტია, იმიტომ რომ შიშარა. სუსტია თუ დავალება აქვს ბიზნესგან მიღება. სუსტია, რაც გააბწყელა. წულუკიანი თვით ინიციატივით აკეთებს ამას ლევან. რა ჩვენ ახლა მოვისმინეთ ივანიშვილისგან თუნდაც ამ ერთ კონკრეტულ ყველაზე დიდი მანკიერება ადამიანის ეს არის სისუსტე. სისუსტე და სისუსტეზე უფრო მეტად სილაჩრე. პირდაპირ მნიშვნელობით. სილაჩრე არის, რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ერთხელ რო გატეხეს, ხო? ჩინჩალაძის საქმეზე გატეხეს, მურუსიძის საქმეზე გატეხეს, ხო? გახსოვთ როგორი კერკეტი კაკალი იყო, როდესაც ამბობდა რომ მე არ დაუშვებ, რომ აი ეს გადმონაშთები, წინა სასამართლოს გადმონაშთები ამ ადამიანებმა გააგრძელონ სასამართლოში მოღვაწეობა. მაგრამ გატეხა ივანიშვილმა. გატეხა, მას შეეშინდა, ნაბიჯები ვერ გადადგა, როგორც ჩვენ გადავდგით, ვერ გადადგა, კომფორტში შევიდა, არ ვიცი რაღაცა შეიძლება ქონებრივი მდგომარეობაც ბევრად გაიუმჯობესა, გატეხა. და ასუსტა ეხა, ლაჩარი ადამიანი ხო, სუსტი ადამიანია, აბა ძლიერი ადამიანს შენ ხო ვერ დაუძახებ ამ სიტყვას. ლევან, ფაქტია რომ მაგიტომ არის შექმნილი ეს. წულიკიანი აკეთებს, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად იქნება კომისია, რომელიც ამ ადამიანებს მოთხოვს პასუხს, ვინ აძალებდა ჩოჩიევის საქმის კეთებას. ვინ? როგორ ფიქრობ? მე კი ვიცი, ვინც აძალებდა, მაგრამ მათი ჯერ ხო ჩვენ მათგან ვერ ამოვიღებთ ამ ინფორმაციას. მაგრამ რა თქმა უნდა ივანიშვილს ვინ აძალებს? შესაბამისად ისეთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია რითი? საქართველოში დემოკრატიის მოსპობით, საქართველოში ინსტიტუციების გაუქმებით, საქართველოში კორუფციის აყვავებით, სახელმწიფოს ჩამოშლით და ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ოკუპანტი. ლევან, სად არის გიორგი გახარია? რატომ გაჩნდა დღეს ასეთი მე ვამბობ უბრალოდ კითხვა. რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიტყვით ჯერ ვიდრე დრო არ გავა და არ დავინახავთ ეს კითხვა შესაძლოა იყო თუ არა დასასმელი, მაგრამ გიორგი გახარია, რომელიც წულუკიანის კომისიაზე მივიდა და ეხლა მეორედ თქვენ რაც გინებთ ის უწოდეთ კი არა მნიშვნელოვანი არის იმიტომ მან უნდა იცოდეს ის ბორის ჩოჩიევის სულიერი მემკვიდრე არის შთამომავალი არის და ცოცხალი რო იყოს ეხა ჩოჩიევი ძალიან იამაყებდა იმისთვის რომ არსებობს პარლამენტის წევრი ესეთი ადამიანი რომელიც მის საქმეს აკეთებს რეალურად. ლევან, სად არის კი არა, დაბრუნდება თუ არა საქართველოში გიორგი გახარია. გისვამთ ამ კითხვას, იმიტომ რომ 2 ივლისამდე გადაიტანეს მისი მოსმენა და 2 რიცხვისთვისაც გახარიასგან იყო შეთავაზებული ონლაინ ჩართვა. ანუ აი ამან გააჩინა სწორედ ეს კითხვა. 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ჩამოვა ის საქართველოში. თუ შესაძლებელია არ ჩამოვიდეს.
მესმის ამ კითხვის ვიღაცებს გაუჩნდათ, ვიღაცემა დასვეს, რამდენი კითხვაც უნდა იმდენი დაისვას. ჩვენ განცხადებაში გავთქვით, რომ მას აქვს შეხვედრები, საკმაოდ მაღალი დონის, ისეთი შეხვედრები, რაც რა თქმა უნდა, ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის. ჩვენ ვთქვით, რომ ის რამოდენიმე კვირა აპირებს ამ რეჟიმში ყოფნას, რამოდენიმე კვირის მერე დავსვათ ამ შეკითხვებს. თქვენ დასვით, მაგრამ 2 ივლისს, ხო? დიახ, 2 ივლისია ბოლო ვადა, რაც 2 ივლისს გიორგი გახარიამ შეთავაზა მათ, რომ ჩამრთეთ, როგორც ჩართეს დღეს ის რაგვარი არის ის ბაქრაძე, ხო? როგორც აქამდე ჩართეს. აქამდე ისიც ხო ჩართეს, რაგვარი იყო, გუბერნატორი რო იყო. მაშინ ქვემო ქარელი. ქარელიც ხო ჩართული იყო, მე ძალიან საინტერესო არის. მეორე დღეს ვიღაცა კაცი მიიყვანეს, რომელმაც თქვა, რომ საერთოდ ქარელმა წამართვა გორის ბაზრობაო. ხო გახსოვთ ეს კომიკური კომისიები. ამიტომ ამ რეჟიმში ვართ ჩვენ ვართ გადასული იმ რეჟიმში, როდესაც რა თქმა უნდა ჩვენ ვებრძვით ხელისუფლებას ჰიბრიდულად გვებრძვის ამასთან მიმართებაში. ჩორჩანა საქმე ხალხნო ჩორჩანა საქმეს დავუბრუნდები ლევან. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე მინდა ამოვწურო ეს თემა. გიორგი დაბრუნდება თუ არა, თქვენ ეს პასუხი გააქვთ პარტიას? მე არ გამიკვირდება რომ აღმოჩნდეს რომ ის აღარ დაბრუნდება. მის თავს ეხლა როგორც ვითარდება პროცესები. ეს რელევანტური კითხვა ჩემი აზრით ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით რომ ის რამოდენიმე კვირის განმავლობაში იქნება საზღვარგარეთ. ამის შემდგომ შეგვიძლია დავსვათ ხელახლა ეს კითხვები, ამიტომ რამოდენიმე კვირა გიორგი გახარია გაცხადებულად საქართველოში ქონდათ თქვენ მასთან პარტიის წევრებს კომუნიკაცია დღეს, როდესაც ეს განცხადებები გაკეთდა? ერთმანეთთან კომუნიკაცია, ჩვენ ერთმანეთთან სულ კონტაქტობ და ეს განცხადებაც მაქიდან გამომდინარე არის, როდესაც ამ ადამიანს აქვს თავისი სამუშაო გრაფიკი და ხა თეა ჩოჩიევთან ნამდვილად არასდროს არ შეათანხმებს და არც იმ რაღაცა სასაცილო რაღაც ჯგუფთან, პორტირებულ ნაცებთან შემადგენლობა უნდა ნახოთ. თენგიზი, გაქანებული მამალინაცი, შარმანაშვილი ახლა 2011 წელს არ გახსოვთ? ეს ალეკო ტაპატაძე, რეპრესიის ინსტრუმენტი, ანუ მერაბიშვილის აჭარაში და მანამდე რა ვიცი ხა, მისი პოლიციელობა ძალიან შავი ლაქა არის, ნარკოტიკები და მთელი ამბები, ხო, ის უბედურება. ეს რო ყავთ კიდე ის კუდის ადვოკატი სახელი მავიწყდება ხოლმე ამ ადამიანის სულ აი ეს აგერ ჩანს ეთერში და ეს ხალხი რომელიც მთელი ცხოვრება სოზარ სუბარი რომელმაც სააკაშვილს არჩევნები უღიარა ხო 2008 წელს კარგად გვახსოვს სახალხო დამცველმა აი ამ მოცემულობაში არის დღეს ეს ქვეყანა და შესაბამისად ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას ყველანი ვიბრძვით ახალი რეალობა არის დღეის შემდგომ თქვენ ხვდებით რომ აბსოლუტურად აი რას გულისხმობთ ახალი რეალობაა დღეის მე ვხვდები ლევან ჩვეულებრივი დიქტატურა გაფორმდა ჩვენს თვალწინ დიქტატორების გარდა არავინ არ იქცევა ესე პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში როგორც ივანიშვილი მან დაანონსა პრინციპში ხო საპარლამენტო არჩევნებამდე რომ თქვენც მოგიწევდათ პასუხისმგებლობა მარტო გახარია კი არა მისი გუნდის წევრებიცო ეს ხალხი ამ ხალხს უფრო არ ვაპატიებ იმიტომ რომ ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ ანუ დაჭერა პარტიის განადგურება თქვენი პარტიის მან დაანონსა ისევე როგორც გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე ლელოს განადგურება და მისი ლიდერების პასუხისმგებლობა როგორ დაანონსა რომ მიუშვა რა თქმა უნდა მისი ვნებებიდან გამომდინარე მე მესმის მე რაღაც მომენტში ძალიან ისეთ საცოდაურ მდგომარეობაში არის რომ აი ეს ეხა წარმოგიდგენიათ ეხა მე რო ვიცი რა როგორ იქცევა ალბათ ტელეფონზე ხან ერთს ურეკავს ხან სასამართლოში რეკავს ხან პროკურატურაში რეკავს ხან ამ უბედურთან რეკავს ამ რაღაც სასაცილო პრემიერ-მინისტრთან იმას ურეკავს არ ჩერდება დღის განმავლობაში აი ეხა ზუსტად ვიცი ანუ ეს მისი პირადი ვნებებია ნახოს საკანში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერები განსაკუთრებით ის მოდი ესე ვთქვათ, ნახეთ რაღაცებს წერტილი დაუსვათ რა. ის რატო თulis ჩვენ და თქვენ ზეგან ამბობთ ლელოსაც. იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ისაუბრა ბატონი დავითი იყო, ხო აქ? იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ზღვარი აქვს განვითარების.
იცი ზუსტად რომ აი რაღაცის იქი და ის არ ელოდება საფრთხეს, მან იცის რომ ვერცეთ არჩევნებში, ვერანაირ სხვა პროცესში მას მათგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ არა აქვს ამ ჯგუფს არანაირი რესურსი, მიხვდით? ანუ მისი გადმოსახედიდან ასე არის. ვისაც აქვს ყულაბიდან ხმების ამოღების რესურსი, რომ შეათხელოს მისი ელექტორალური სიმძიმე, ეს ავართ ჩვენ. ხო, ნუ თქვენ აშკარად განაცხადებული ქართული ოცნების სამომცემლო. არა მარტო ქართული, იმიტომ რომ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის. დღეს რომ აი ბოლო კვლევებით 26%-ში ზის ქართული ოცნება, პირობითად რა კვლევაც ჩატარდა, თქვენ ხო გააშუქეთ ეს კვლევა. ამაში ჩვენი წვლილი არის, როდესაც ეს ასე შეთხელდა ოცნების ელექტორატ, შესაბამისად მისი ბოღმა, პირადი შურისძიება, ეს ხო პირადი შურისძიება არის, ეს ხო გამწარებული ადამიანის რეაქცია არის გიორგი გახარიას მიმართ და მომავალში სავარაუდოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხო ხვდებით ახლა თქვენ ერთი უბრალოდ გაცოფება და ტელეფონის ზარი ჭირდება. მე პროგნოზს ვაკეთებ. ცოტა ხანში მედიის განადგურება, სრული განადგურება მოხდება. საკანონმდებლო ცვლილებები, ეს პირადი შურისძიება არის, პირადი ანგარიშწორება არის, პირადი ვნებები არის, ეს პირადი ბოღმა არის, რაც ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, აკავშირებს. და ეს განსაკუთრებით არის გადმონთხეული ჩვენზე და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ლელოზეც. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ჩვენ ალბათ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ, იმედია პროდიუსერები შემაშველებენ ინფორმაციას რა ხდება. დღეის შემდგომ არის სხვა რეალობა. დღეის შემდგომ არის როგორც ქვეყნის შიგნით სხვა რეალობა, ასევე სხვა რეალობა არის ქვეყნის გარეთაც. ამიტომ იმისთვის რომ დღეს გიორგი გახარია არის ყველაზე კარგად, ახლა ხომ მერწმუნეთ რომ თქვენ აი იმ ჯგუფში, იმ სივრცეში, ევროკავშირის სივრცეში, იმ დერეფნებში, მნიშვნელოვანი სახელმწიფოების კანცლერების და პრემიერების აპარატებში ამაზე კარგად ვერავინ ვერ გადაცემს ამ ინფორმაციას. ამიტომ რამოდენიმე კვირა რა თქმა უნდა გიორგი გახარია ამით იქნება დაკავებული და გააკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. იმ საქმეს გააკეთებს, მაგრამ გიორგი გახარია შეიძლება 15 წლით აღმოჩნდეს პატიმრობაში. ჩვენ კი ვსაუბრობთ რომ მაგალითად მამუკას 8 თვე მიუსაჯეს, ბადრის 8 თვე, ზურა ჯაფარიძეს 7, მე არ მჯერა რომ 8 თვის მერე გამოუშვებს. ჩვეულებრივი პუტინის ხელწერა, პოლიტიკური ოპონენტები ციხით რომ უნდა გაანეიტრალოს და იმ 8 თვე შეიძლება ზედ კიდე დაუმატონ და დაუმატონ რა უნდა. ადამიანების მოძებნა აგერ ვიღაცებს გამოიყვანენ, რომლებიც დააბრალებენ რომ სარდაფში ბავშვებს ჭამდა და მე უნდა აღიწყოს საქმე, ხო ვინმე. კომისიაზე მაგრამ გიორგიზე უკვე რომელსაც სამშობლოს ღალაც აბრალებენ სხვათა შორის 15 წელზე არის საუბარი. ადამიანს ეკამათებიან და აბრალებენ რატო დაიცავი საქართველოს ტერიტორიაო. ასეთი მუხლი საქართველოს რაც დამოუკიდებელი არის, ჯერ არავისთვის არ წაუყენებია. არავისთვის არ წაუყენებიათ, ინგა საკუთარი მიწაწყლის დაცვას არ პატიობენ ეს რაღაც ბორის ჩოჩიევის სულიერის შვილები და სანაკოევის და აი ამ უბედური ხალხის. ამას არანაირი საერთოდ არ იხსნება და ეს თქვათ ეს რაღაცა არ ვიცი შეიძლება რაღაცების გაკეთება უნდათ, რაღაცა შოუების დადგმა უნდათ. შეურაცხყოფის მიყენება უნდათ, საკუთარი დღის წესრიგში შეყვანა უნდათ, არ გამოუვათ, იმიტომ რომ არ გამოვა ეს ამბავი. ადამიანების საკუთარი სამშობლოს მიწაწყლის დაცვისთვის გასამართლება ეს ისტორიაში ძალიან მძიმედ დაუბრუნდება ამათ მათ შთამომავლობას, ამათ პროკურორებს, მათ მოსამართლეებს, პოლიციელებს. ხო, ამ პროცესში აკვირდები, ყველაზე მძიმე ბრალდება რაც შეიძლება ადამიანს წაუყენოს. ჯერ ესეთი არარსებული ბრალდება და მეორე რა მძიმე ბრალდება. სამშობლოს ღალატობ ადამიან და სხვა შორის დაუკვირდით მამკო ხაზარაძეც მეორედ რომ დაიბარეს ამ წულუკიანის განჩინება თუ რაღაცას. უნდა მიეჩიოთ, ნახეთ, მნიშვნელოვანი არის. მან უნდა იცოდეს რომ ეს არის ჩოჩიევი. არ არის წულუკიანი და გადადგმული ნაბიჯები, ანუ საერთაშორისო დონეზე. ნიკა გვარამიაც მეორედ დაბარება, რაც ანონსეს საქართველოს საზი, ანუ ადამიანები გამოყავთ ქვეყნის მოხალატეებს, ამ მექთამეებს, ამ შიშრებს, ამ ლაჩრებს, ამ მართლა სამშობლოს გამყიდვლებს, ამ ვინც ქართველების სისხლი დაღვარა მათზე ბოდიშის მთქმელებს უნდათ ადამიანები გაასამართლონ,
სამშობლოს ინტერესების დაცვაზე და მოიყვანეს კომისიაზე ადამიანი, ხა თქვენ არ ვიცით ნახეთ თუ არა, ძალიან კარგი რეპორტაჟი გააკეთა ფორმულამ. იცით რა, მართლა არ მინახავს. მე გეტყვით ხა, აი ფაბულას გეტყვით, ესე იგი შევი. რეპორტაჟს რომ მომიყვებით, შინაარსი არის მარტივი, ესე იგი ჯერ ხო ჩორჩანაში არავის არ უშვებენ. ტელეკომპანია იმედის გარდა არავის არ უშვებენ. რაღაცნაირად მოახერხეს ამ ადამიანებმა იქ შეპარვა, მე მგონი რაღაცა ტელეიმედის ჟურნალისტები ვართ. რაღაცნაირად შევიდნენ, ჩაწერეს ეს ადამიანები, სადაც ეს ქალბატონი საუბრობს, რომ ის ხალხი, ვინც ჩორჩანას თემაზე ყავდა კომისიაში მიყვანილი ჩოჩიევს, საერთოდ არ არიან ამ სოფლის მაცხოვრებლებიო. სხვა გვერდზე სხვა სოფელში ცხოვრობენო. არა, ლევან, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? კაცი იყო შინაგან ადამიანები ლაპარაკობენ, რომელმაც აი ამ საგუშაგოების გამოა დღეს არ ცხოვრობთ იქით ამ ხარესო. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და აბრალებენ, რომ მარტომ გააკეთეო შენი თვით გადაწყვეტილება იყო და ეს ის მინისტრი, რომელიც მე პრემიერ-მინისტრად დანიშნა, ამაზე მე სერიოზულად კითხვას ხომ არ გისვამთ. მე უბრალოდ მაინტერესებს 15 წლიანი პატიმრობა, რომელიც ემუქრება გიორგი გახარიას, ეს როგორ აისახება თქვენს პარტიაზე. აი ეს ონლაინ ჩართვაზე უარის თქმა, გიორგის უცხოეთში ყოფნა, არ ვიცი თქვენ თქვით რომ 2 კვირის მერე დასვით კითხვები თუ კიდევ არ იქნება ჩამოსული, ხომ არ გიცვლით გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს ჩემი ბოლო კითხვა. ჩვენ ბოკლომს არ დავადებთ პარტიას, მაგის გარანტიას ვაძლევთ. რომც არ ჩამოვიდეს გახარია მაინც? ნახეთ, ნუსვავთ ეს კითხვას. ჩვენ პარტიას არ დავადებთ ბოკლომს. ბატონმა დავითმა თქვენთან ისაუბრა ერთობის ინსტრუმენტზე და მე ვფიქრობ, რომ ერთობაზე ამაზე მაგარი ინსტრუმენტი ჯერჯერობით ჩემთვის სხვა ანუ შემოთავაზებული ალტერნატივა არ არსებობს. მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის. ამაზე საუბრობდა დღეს 1 საათით ადრე პრესკონფერენციაზე, სანამ ბორკილებს დაადებდნენ მამუკა ხაზარაძე, რომელმაც თქვას, რომ ჩვენ თბილისი უნდა გამოვტაცოთ და არ უნდა დაუთმოთ. თუმცა დათომ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ წუთამდე. ამიტომ მაგას ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ლოგიკა. მე ვაგზელებ უბრალოდ ბატონი დავითის ლოგიკას. მე ახალი ისინი აღარ შემომაქვს რაღაცა ფერები აქ. უბრალოდ ვაგზელებ. ჩვენთვის ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობის ინსტრუმენტისთვის ეს არის ერთ-ერთი სერიოზული არგუმენტი, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა უკვე გავაგზელებთ ამ ხალხთან ყველასთან მსჯელობას. დღეს ახლა დიკას ჩართვაც ჰქონდათ, ჩვენი ლიდერებიც იყოფებიან, სხვა ლიდერებიც იმ შეხვედრაზე, ეს პროცესები გაგრძელდება. ლევან, ერთი წუთით უყურეთ, წულუკიანის განცხადება მინდა რომ წავიკითხო. სამთავრობო მედიაში გააკეთა ეს განცხადება. აი წეღარა გითხარით, 8 თვე არ იქნება თქო ჩემი მოლოდინით 8 თვე. რას ამბობს ეს ქალბატონი? თუ საკნიდან, თუ საპატიმროდან გვარამია ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩაერთვებიან, ორშაბათი არის ის დღე, როცა მეორე დაიბარეს ისინი. რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში. ანუ აქვე უანონსებენ მამუკა ხაზარაძესაც, ნიკა გვარამიასაც, რომ ამ არ ჩართვის გამო, წულუკიანის კომისიაში არ მონაწილეობის გამო, მათ წინააღმდეგ კიდევ ახალი საქმე უნდა. ინგა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ცრუმორწმეებსაც და არარაობებსაც ეხა იმ დღეს ეს ჭოლაძე სამარცხვინო, აი ეს სამარცხვინო ეს მლიქნელი მართლა იმას რომ დაასდევდა და აი ეს ფეხსაცმელს რომ უწმინდავდა ლამის გახარიას, აი ეს ადამიანი, ეს უთავმოყვარეო, ეს სპორტირებული ნაცი, არარაობა, რომელიც აშენდა, ეს მექრთამე კაცი გამოდიოდა და რეებს ლაპარაკობდა, ხო გახსოვთ? ჩვენ ხომ ნახეთ ეს გომელაური, ეს სამარცხვინო მართლა. შენ მართლა ისე მართალი უთხრა ერთხელ რა. შენ რა ის უშიშ მართლა ეხა რაც უთხრა მაშინ ივანიშვილმა მაგას, მართლა ყველა სიტყვას ვეთანხმები, მართლა ეს არარაობა როგორ გამოვიდა და როგორ საუბრობდა, თქვათ, რა უშიშროების მინისტრი იყავი თუ მართლა რაღაც ის იყავი რაღაცა უბედურება, რომ დადექი ამ ხელაკაცი უთავმოყვარეობა, მე არაფერი ვიცოდი, აბა რა იცოდი, უშიშროების მინისტრი იყავი თუ ჯანდაბა რაღაც, აბა რა იცოდი ამ ხელა უთავმოყვარეო კაცი, რომ ჩამოდექი აქ და ჩვენებებს იძლევი ისე, რომ შენ თვითონაც არ გჯერა, რომ გჯეროდეს კიდე გავიზიარებთ მაგას, მაგრამ 40 რო გაქციეს ამ ხელაკაცი, ნუ არ ცხენია მინი. ზვიად რატიანის დაკავების კადრები მინდა ეხლა მაყურებელს შევთავაზო, გითხარით რომ დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, თუ შეიძლება გვაჩვენეთ ეს კადრები?
რატო იჭერთ მეგობრებო? რატო რა დააშავა ძმაო, რატო იჭერთ ამ კაცს? მას ჩამოაყენეთ რა. ვიოდრატიანია ხალხო. რატო დაიჭირეთ? იცი აბა იცი. რატო უბრალოდ რა დააშავა? ვითხარი. ხოდა მომიზნეზე არ ხდებოდა ვიგონებ აბა. არა, მოიცე, ეგრე ნუ ლაპარაკობ, ეგ უცხო. არა, ესე ნუ ლაპარაკობ, ხალია და ნუ ელაპარაკები, კაცო ესე. ხალხო ადამიანია. ვერ გავიგეთო. დაკავების მიზეზი რო გითხრათ თუ შეიძლება. დაკავების მიზეზი რატომ გითხრათ? გადაბძანდი და ხელი არ შემიშევა. უკაცრავად ავი პოლიციელი ხარ და როგორც პოლიციელი ას ნიშნავს, კაცო, ვერ გეკითხებით რა, ნუ ლაპარაკობთ ეგრეთო. ვინმე გადაიღო. აი, ვიღებ დაკავების მომენტი გადავიღე. ეხლა გადაღების მომენტი გავიდა, რატო დაიჭირე? ლევან და ძალიან ცოტა დრო რჩება, ეხლა თქვენ ჩემთან ერთად უყურებდით ზვიადრატიანის დაკავების კადრებს, ანუ მთელი ქვეყანა ციხეში. აი ეს რეალობა გვაქვს. ეს ქვეყანა გაიმარჯვებს დიქტატურაზე, მაშინ ეჭვი არ მეპარება და მანამდე ყველა იმ ადამიანს დღესაც, ვინც პოლიტპატიმრებს, მათ ოჯახის წევრებს, აი ბებიებს, განსაკუთრებით ხო, უკვე ვისაც მიუსაჯეს მაგალითად ამ ახალგაზრდა ადამიანს დევიძეს. მათე დევიძეს. ასევე მინდა გავამხნევო თქვა მისი ბებია, რომელიც ძალიან ნერვიულს. ნუ გეშინიათ, ეს არის განსაცდელი, რომელიც ამ ქვეყანას დაატყდა. ჩვენ ვიცით ეს ამბავი, უნდა ვიბრძოლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. ამიტომ ყურების ჩამოყრის დრო არ არის, პესიმიზმის დრო არ არის. წინ მყარად, თანმიმდევრულად, პრინციპულად, რომ რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ დიქტატურას, უნდა მოვიშოროთ ეს რეჟიმი ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ არჩევნები და ეს ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპის განვითარების. დიდი მადლობა.